სკოლის დაარსების დროს მასწავლებლები, სკოლის დამფუძნებელი გიო ზალდასტანიშვილი და სკოლის ადმინისტრაცია შევთანხმდით, რომ რა ცოდნასაც ჩვენ მივიღებდით, ამ ცოდნას გავუზიარებდით წვებსაც. და ერთ-ერთი ამ გაზიარების ფორმა არის ის, რომ გვაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მასწავლებლები და სკოლა ზოგადად ერთიანობაში ახალბედა მასწავლებლებს უზიარებს გამოცდილებას, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები ერთ წელს ატარებენ ჩვენ სკოლაში, ესწრებიან გაკვეთილებს, ყავთ მენტორი მასწავლებელი, გადიან თეორიულ კურსსაც და ამ ერთი წლის განმავლობაში თავიდან პასიურად აკვირდებიან გაკვეთილებს, სწავლობენ როგორ დაგეგმონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და შემდეგ უკვე თვითონაც ატარებენ გაკვეთილებს. ამ პროგრამის პარალელში მასწავლებლები არა მხოლოდ კონკრეტულ საგანს ესწრებიან, საგნის მასწავლებელს, არამედ ესწრებიან სხვა საგნის მასწავლებლებს, მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში, დადიან ექსკურსიებზე, ბავშვებთან ერთად მონაწილეობენ კლუბებში და სხვა. განსხვავებით სხვა პროგრამებისგან, სადაც თვითონ პროგრამის მონაწილე იხდის ხოლმე სწავლის გადასახადს, ჩვენი პროგრამა სრულიად სხვაგვარად არის მოწყობილი. ჩვენ სტიპენდიას ვუხდით ჩვენ პროგრამის მონაწილეებს იმისთვის, რომ ნაკლები საზრუნავი გქონდეთ, ნაკლებად დაუთმონ დრო სხვა სამსახურებს და მეტი დრო გაატარონ სკოლაში. ჩვენ თვლით, რომ ჩვენი სკოლა არ შექმნილა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, ვინც აქ სწავლობს, ჩვენი სკოლა შეიქმნა ქართული საზოგადოებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამაც ეხმარება ზოგადად განათლების სისტემას. ერთი მხრივ იმითი, რომ მასწავლებლები მოამზადოს სხვა სკოლებისთვის და მეორე მხრივ შევქმნათ მოდელი, რომელსაც გავუზიარებთ სხვა სკოლებსაც იმისთვის, რომ სხვა სკოლებმაც დაიწყონ მსგავსი პროგრამების განხორციელება. შარშან მყავდა 5 ადამიანი, ესენი იყვნენ მიმაგრებული ქართულის, ისტორიის და ბიოლოგიის მასწავლებლებს და ერთი წელი მათთან ერთად გაატარეს. წელს 3 ადამიანი ყავს, ვფიქრობთ, რომ მომავალში გავაფართოვოთ ეს პროგრამა და ასევე გონია, რომ უკვე დავიწყებთ მუშაობა სხვა სკოლებთანაც, რომ რაღაც პარტნიორობით ეს პროგრამა გაფართოვდეს. ასევე ჩვენი გეგმა არის, რომ უნივერსიტეტებთან ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ თქვა თეორიული ნაწილი ასევე უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელოთ.